2 წლის წინ ირაკლი კობახიძეს რომ არ გამოეცხადებინა, საქართველოს ევროკავშირში აღარ გაწევრიანდებაო. ჩვენ რომ ყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც რუსების კი არა, ქართველების ინტერესებს იცავს. ასეთ რამეს ხომ აღარ გაბედავდნენ ეს ვაი და ვითომ ტურისტები სინამდვილეში პროვოკატორები, რაც მათ გაბედეს კახეთში ქორწილის მიმდინარეობისას. ჩვენი წყალებში ხელისუფლება ქმნის ძალიან მეგობრულ შესანიშნავ ეკოსისტემას გარემოს რუსებისთვის, ოკუპანტებისთვის, მათ შეუძლიათ ბინაც იყიდონ, თავიანთი შესაძლოა დასავლეთისგან სანქცირებული ბიზნესი საქართველოში გადმოიტანონ, უსმინონ თავიანთ დარე მუსიკას ისე რომ ყველა გააღიზიანონ, აი ქართველებს კი ეს ხელისუფლება, დე-ფაქტო ხელისუფლება დევნის ავიწროებს, ციხეში სვამს, ქვეყნიდან წასვლას აიძულებს. ანუ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყანა დაკარგულია ქართული ოცნების ხელში, ხო? ისინი შეიძლება ნებისმიერ ადამიანთან მივიდნენ, აი რას ერჩიან ახლა ამ წუთას მუსიკოს არავინ არ ვიცით და არც არავინ არ ენდობა მათ ეგრეთ წოდებულ სასამართლო სისტემას და ასე იქნება ყოველთვის, სანამ ქართული ოცნება იქნება ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, დე-ფაქტო ხელისუფლება. ოკუპანტებმა იციან, რომ ისინი საქართველოში ქართული ოცნების ხელში არიან სახლში და ასეთ თავხედურ ქცევას გააგრძელებენ ყოველთვის. ამიტომ ბრძოლა ბოლომდე ამ მავნებლების წინააღმდეგ და აუცილებლად გავემარჯვებთ.